ერსინ კაია მაკარაძე. თავისთავად სახელი და გვარი შეიძლება ბევრ თქვენგანს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ჩვენ გაგაცნობთ ქართველს გურჯების ქალაქ ინეგოლიდან, რომელმაც თურქეთის სახმელეთო შეიარაღებული ძალების უცხო ენათა აკადემიაში ქართული ენის კურსი შეიტანა. სწორედ არაერთი სამხედრო წოდების მქონე ეთნიკური ქართველის დამსახურებით სწავლობენ დღეს იქ ქართულს სამხედრო ატაშეები. ერსინ კაია მაკარაძემ თავადვე შექმნა სასწავლო პროგრამა და ქართულ-თურქული ლექსიკონი. უფრო მეტს მაკარაძეების შთამომავალზე ქალაქ ინეგოლიდან დღეს რუბრიკა ფრაგმენტებში გაიგებთ, რომელსაც რა თქმა უნდა ირინე წუწუნავა და ვალერი ვახტანგაძე გთავაზობენ. სამხარაზე თქვენი გენშტაბის უფროსი, ჩვენი გენშტაბის უფროსი მე. ერსინ კაია მაკარაძე, ყოფილი ლეიტენანტი, ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი. ის ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთია ეთნიკურ ქართველებს შორის, რომელიც თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ერსინ კაია მაკარაძე განსაკუთრებული წოდებების გამო როდია. მისი მთავარი დამსახურება თურქეთის სახმელეთო შეიარაღებული ძალების უცხო ენათა აკადემიაში ქართული ენის შეტანაა. 1997 წელს ხელშეკრულება გააკეთეს საქართველოსთან პირველად 38 კაცი ჩამოვიდა, ოფიცერი ჩამოვიდა თურქეთში უცხო ენათა აკადემიაში და თურქული სწავლობდნენ. ამის გარდა ჩვენ სამხედრო ატაშად ვინ მიდის სხვადასხვა ქვეყნებში, იმ ქვეყნის ენით მიდიოდა, მაგრამ საქართველოში სამხედრო ატაშად ვინ მიდის, ან რუსული ენაზე, ან ინგლისური ენაზე მიდიოდა. ქართული ენა ვინ იცოდა ოფიცრები, ისინი ვერ მიდიოდნენ. იმიტომ რომ ჩაწერილი იყო კანონში რუსული ენა. ქართული ენის კურსების გახსნამდე საბჭოთა წარსულის მქონე ქვეყანაში მისიით მყოფ სამხედრო ატაშეს რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა მოეთხოვებოდა. წარმოშობით ქართველი ლეიტენანტი კი, რომელიც იმ დროს უცხო ენათა აკადემიაში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ოფიცრების ასეულს მეთაურობდა, ფიქრობდა, რომ მათ არა უცხო, არამედ ქართული ენა უნდა სცოდნოდათ. ჩვენ 2001 წელს დავილაპარაკეთ გენშტაბში პერსონალის თავმჯდომარე გენერალთან დავილაპარაკეთ, ასე უცხარეთ. ჩვენ საქართველოსთან სამხედრო ურთიერთობის გარდა ჩვენ სხვადასხვა მინისტრებთან და ურთიერთობა არის. ჩვენი თურქი ოფიცრებზე ქართული ენა ვასწავლოთ, სამხედრო ატაშად მოადგილათ და სამხედრო ატაშაში ვინ მუშაობს მომსახური თურქ ოფიცრებისთვის, ქართული ეწოდეს, ისე წავდეს ქართულ ენაზე. საკუთარი იდეა ერსინ კაია მაკარაძემ გენშტაბსაც გააცნო და მათი დარწმუნებაც მოახერხა. ასე გაიხსნა 2001 წელს თურქეთის სახმელეთო შეიარაღებული ძალების უცხო ენათა აკადემიაში ქართული ენის განყოფილება. მის ხელმძღვანელად ერსინი დანიშნეს. მაშინ ისინი კანონი გამოიცვალეს და პირველ რიგში ქართული ენა ვინ იცის ოფიცრებიდან, ისინი გამოსვლაზე შედიოდა საქართველოში წასვლა შეიძლებოდა. ჩვენას თქვენს რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების უცხო ენათა აკადემიაში ქართული ენის განყოფილება დავაარსეთ. პირველი კაცი ვარ ქართული ენის განყოფილების უფროსად დამნიშნეს იქ 9 თვიანი თურქეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული დაახლოებით 9 თვიან კურსებზე 40 კაცამდე ოფიცრებზე 9 თვიანი კურსებზე ქართული ენა ვასწავლე. ეს ყოველ წელს ხელახლა დაიწყო სექტემბერიდან მაისამდე მიდიოდა ეს კურსები. ეს კურსების მიხედვით ეს ჯარისკაცები და რომელი ქულა იღებენ და სამხედრო ატაშად ან სამხედრო ატაშაში სამუშაოდ მიდიოდნენ იმ ქულების მიხედვით. ბევრი კურსანტია თქვენი ვინც სამხედრო ატაშებში 600 კაცამდე გავამზადე. 120-130 კაცი სამხედრო ატაშად წასული არის იქ. თქვენ პერიოდში? ჩემ პერიოდში, დიახ.
ერსინ კაიამაკარაძე ქართული ენის განყოფილებას 11 წელი ხელმძღვანელობდა. ამ ხნის განმავლობაში მან მშობლიური ენა უცხო ენათა აკადემიის 600 კურსანტს შეასწავლა. მანვე მოამზადა სასწავლო პროგრამა სამხედრო ატაშეებისთვის და ასევე ქართულ-თურქული სასაუბრო ლექსიკონი. სამხედრო ატაშად ან სამხედრო ატაშას მომსახურებად საქართველოში რომ ჩავიდნენ, კურსები ვაძლევდით. ეს კურსებზე ჩვენ ვასწავლებლობდით ქართული ენის გრამატიკა, ამის გარდა დედანადამ ვიწყებდით, ასეთი რამეებიდან. ამისი დედაენას ციკლის გარდა ჩვენ ჰელახლო ის გავაკეთეთ, ამის გარდა და ამაზე დედაენას რომ სწავლობდნენ, კარგად რომ მოისმინონ, იმაზე ფიქრობდით, იმიტომ კასეტა ჩავწერეთ ამაზე. იმის გარდა გიდონ გრამატიკა, უმაღლესი გრამატიკა გავაკეთეთ, 9 თვიანი კურსები რომ დაამთავრებს კურსანტი, ოფიცერი, ქართული ენის კურსანტები რომ დაამთავრებენ და მე რომ სამხედრო ატაშად მოვალეობაზე რომ სწავლიან, წასვლიდან იქ წასვლამდე 3 თვიანი გიდონ კურსები იყო ჩვენთან, სამხედრო კურსები. იმ სამხედრო კურსებზე და ქართული ენა ჰელახლო უმაღლესი გრამატიკას ვაძლევდით. ეს უმაღლესი გრამატიკას რომ ვაძლევდით, ამის გარდა და სამხედრო ურთიერთობის ხელმოწერება როგორ იქნება. ამის გარდა როგორ ვთქვათ, იქ რომ ჩავა მისი ოჯახის ერთად, იქ 2 წელი უნდა ემსახუროსნა, საქართველოში რომ ჩავა უცხო არ დარჩეს, იმიტომ ეს ლექსიკონი და ეს გრამატიკული წიგნები გავამზადეთ და ვასწავლიდით. ლეიტენანტისთვის ეთნიკურ წარმომავლობას სამხედრო კარიერაში ხელი არ შეუშლია. მან ჯერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მოგვიანებით კი თურქეთის სამხედრო აკადემია დაასრულა. მსახურობდა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თურქეთ, ირანის, ერაყისა და სირიის საზღვრისპირა რეგიონებში. ერთწლიანი მისიით იყო ასევე ნატოს სამხედრო ნაწილში, სადაც საქართველოდან ჩასული სხვადასხვა რანგის სამხედრო პირებს ამზადებდა. 2012 წლამდე ჩვენ ამ პერიოდში საქართველოდან ვინ ჩამოსული იყო სამხედროები, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, ისინიზე და დელეგაციებზე და თარჯიმანად ვიგავი, დელეგაციების თარჯიმანად ვემსახურე. ამის გარდა ერთი წელი ნატოში ვიმუშავე. იმის გარდა 2012 წლიდან მაიორობის წოდებების რომ დავიწყე ქართული ენის განყოფილების უფროსობა ან მეთაურობა დავამთავრე თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკის წოდებებით ვემსახურე სამხედროში. ჩვენი წინაპრებიდან ჩემი ბაბუაჩემიდან დაწყობილი მამა ჩემი იგოს, ბაბუა ჩემი იგოს, ყველანი სამხედრო ვართ ჩვენ. მეას მაინტერესებდა და მიყვარდა, ისე ვუცხრა. და იმიტომ სამხედრო გავხდი. ახლა ჩემი წინაპრები ბათუმიდან ჩამოსულების არიან, ბათუმში ვინ ცხოვრობს? ჩემი ნასესერები, მაკარაძეები და დუმბაზეები, იქაც სამხედროები არიან, გენერალები არიან, პოლკოვნიკები არიან, გიდონ იქ ვინ ემსახურება საქართველოს არმიაში. მე მგონია ჩვენი გვარი ცხოვრება უყვარს, ჯარისკაცის ცხოვრება უყვარან, იმიტომ ერსინ კაიამაკარაძე წარმოშობით ქართველი სამხედრო ახლა უკვე პენსიაშია. ფიქრობს, რომ ჯარისკაცის მისია ორივე ქვეყნისთვის შეასრულა. თურქეთის მოქალაქე ქართული ფესვებით ამბობს, რომ ქართველი ვერ გახდებით, ქართველად უნდა დაიბადო. ეს ჩემი ის არის. შინაარს ან თემა არის. ეს სხვანაირები ვართ ჩვენ ქართველები ისე.